რა ჩვენ ძრავებზე აი დაიძრა მანქანა და ესე მოძრა არ გადმოვარდეს ხო და ორი ვიანტი ჩანს აი და იმედია ჩანს მოგესალმებით ეს ახი გუჯას გარაჟია და დღეს ჩვენ ვიღებთ ძალიან ექსპერიმენტალურ ვიდეოს. მოგიყვებით სტილინგის ძრავის ისტორიაზე და თან გაჩვენებთ როგორ მუშაობს. ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება USA to Georgia და USA to Georgia-მ ჩამოგვიტანა ესეთი საინტერესო რაღაც, რომელიც სპირტზე მუშაობს, ხო? მოგესალმებით. პირველ რიგში დიდი მადლობა USA to Georgia-ს თანადგომისთვის არხის განვითარებაში რო გვიდგას გვერდში ექსპერიმენტალური კონტენტის იდეა ხო დღეს შემოთავაზება გქონდა ესეთი USA to Georgia-სგან რამე განსხვავებული გაგვეკეთებინა ჩვენ თემაში ყოფილიყო ხო რაც თავარია ჩვენ თემას არ უხვევთ იგივე ჩვენი თემა არის წარმოდგენა თუ გაქვთ ესენი ეს არის ძრავი სტირლინგის ძრავი ესე ქვია რომელიც აი ეს არის ეს კიდე ძრავი რომელიც მოქმედებს ანუ ეგეც სტირლინგია ავტომობილის ვარიანტი რა პრიმიტიული ვარიანტი ავტომობილის თვალსაჩინოებისთვის გაკეთებული რომ დაინახო როგორ მუშაობს სხვათა შორის ეს არის უფრო დღევანდელი ჩვენი ვიდეო არის უფრო შემეცნებითი ხო შემეცნებითი კონტენტი გამოდის კი ბატონო იმიტომ რომ დღეს ჩვენ შევეცდებით აგიხსნათ სანამ შიდაწვის ძრავა შეიქმნებოდა მანამდე როგორი ძრავები არსებობდა ხო და ერთ-ერთი არის ეს რა ერთ-ერთი ძრავი ეს არის რომელიც დღემდე გამოიყენება რაღაცა სფეროში კი ბატონო დღემდე გამოიყენება რაღაც სფეროში და ეს ყველაფერი მოკლედ დაიწყო მე-17 საუკუნეში ადრინდელი როა ფაქტია ხო მაშინ თქვენ წარმოიდგინეთ რომ უკვე ორთქლის ძრავი იყო მოგონილი ქარხნები მუშაობდა ორთქლის ძრავებზე რომელიც აი მექანიზმები ქარხანაში მეტალურგია გინდა თუ რა ის გინდა ორთქლის ძრავები იყო რომელიც ჩვეულებრივად უშველებელი რეზერვუარები იყო რომელიც რო ნახშირით იყო თუ შეშით ცეცხლს ანთებდნენ და აცხელებდნენ ამ წყალს და ეს ორთქლი რო აწვებოდა ამ ცილინდრებს წარმოიქმნებოდა მექანიზმის მოძრაობა ამოძრავება მაგრამ ძალიან ბევრი შემთხვევა იყო მაგ რეზერვუარების რაღაც ტემპერატურამდე რომ მიდიოდა ფეთქდებოდა და სიცოცხლისთვის საშიში იყო ეგეთი რაღაცა მაგიტომაც ვინმე სტირლინგმა მოიგონა ესეთი ძრავი რომელიც რო მაგ პერიოდში სხვათა შორის ახლა როგორც ხდება ხოლმე ძალიან ბევრ ვიდეოებში მოვყევით გამომგონებლები როგორ იზრდებოდნენ, როგორ ვითარდებოდნენ და ასე შემდეგ. წარმოიდგინე, ეს ხო არის მე-17 საუკუნეზე, ეხა მოგონილი ელექტროძრავები მანქანებისთვის. ხო, თუ ეგ ყველაფერი ხდება მე-17 საუკუნის მიწურული მე-18-ის დასაწყისი. ხო, მე-18-ის დასაწყისი. უფრო სწორად მე-17 საუკუნის შუა წლები. ანუ 1800 წლები. ხო, 1800. ხო. თვითონ ეგ პიროვნება სტირლინგი დაიბადა შოტლანდიაში ანუ დიდ ბრიტანეთში მე-16 საუკუნეში ვაფშე 1700 რომელიღაცა წელს მიწურულს რა და მამამისი იყო ხელოსანი აჰა ქარხანაში
და ბავშვი რო პატარაობიდანვე რო უყურებდა ამ დაზგებს და დანადგარებს და ეგეთ რაღაცებს, ხო? აი ცუდი სიტყვა რო თქვა და მუღამში ჩავარდა რა. ეგ ცუდი სიტყვა და არის. ხო დაინტერესა მექანიზმის მოქმედებამ, მოძრაობამ და ასე შემდეგ და ისე გაიტაცა და ისე ჩაითრია მაგ ყველაფერმა, რომ გადაწყვიტა, რომ თან რო ნახა, რომ ესეთი ბევრი უბედური შემთხვევა რომ მოხდა იმ აფეთქებებთან დაკავშირებით ის რეზერვუარი რო ფეთქდებოდა, ხო? მოდი ისეთი რაღაცა მოვიგონოთ, რომელსაც არ ჭირდება ეს რეზერვუარი და ასე შემდეგ. იგივე პრინციპი გამოიყენა, იგივე ცეცხლი, ხო. ოღონდ წყლის გარეშე. ანუ მანდ უკვე წავიდა ფიზიკის კანონები, რომელიც რო ცხელი და ცივი ჰაერი ეჯახება ერთმანეთს. ანუ რა პრინციპი არის აი ამ მექანიზმის? აი ეს თვითონ თვითონ ძრავი. ეს ცილინდრი არის ლითონის, რომელსაც აი გაჩვენებთ თან ავხსნით და თან გაჩვენებთ. ეს არის ისა რეზერვუარი. წარმოიდგინეთ, რომ ეს არის საწვავის, ну მაგას დავარქვათ სიტყვაზე, ან ქვანახშირის საწვა, ну ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს სპირტის საწვავი. უკაცრავად სანთებელას გამოვიყენებ ამ შემთხვევაში. ხო, და რას გააკეთებს ნახოთ. ხო, და ვნახოთ რა მოხდება. ვანთებთ საწვავს. ცეცხლი წაიგი და იმედია ჩანს. ხო, იმედია ჩანს, იმიტომ რომ აი ცეცხლი უკიდია. ეს ფაქტიურად არის ორცილინდრიანი. ხო. ეხლა ეს უნდა გაცხელდეს. ხო, ეს ახლა რაღაც ტემპერატურამდე უნდა გაცხელდეს, რომ დაიწყოს მოძრაობა აი ამ მექანიზმმა. ეს ნელა ეს ხვანთია. კი, ორივე ამთია. და იწყებს აი ცოტა ხელით მიხმარებობა. ხო. ხო, რაღაც ბიძგი ჭირდება, რომ მერე დაიწყოს ამან მოძრაობა. აი, ეხლა უკვე დაიწყება. აი გატრიალს. всё, გატრია. ეხლა არის აი ეხლა იწყებს მოძრაობა, ესე მოძრაობს. და ეხლა ნახეთ რა მოხდება. ამას უკვე ქვემოთ უხენია მეორე ძრავი, რომელიც გამოყოფს დენს. და ეხლა შევაყოწმოთ. რამდენად იმუშავებს აგერ ნატურა. ერთი ცალი ჩაქრა მე მგონი. არა უშავს. დაუყენო ესა. ვერ მოვკიდე. ორივე ანთია. ჩანს აი, რა. იმედია ჩანს. აი ნატურა ანთია. ხო, იმედია ჩანს. კი, ნატურა სანამ ეს ცეცხლი იქნება და არ ჩაქრება და არ გათავდება სპირტი, იქამდე ექნება ნატურა რა თემი. აი ეს მუშაობს პრინციპი არის ამ თემქვევაში. ხო. აი ესეთი პრინციპი აქვს, რომელიც რო ცილინდრები მუშაობს, ხო. ცხელი და ცივი ჰაერის გამოყენებით. ხო რა. ანუ ცალი მხრიდან ცხელი ჰაერია, ცალი მხრიდან ცივი. ინაყობას აკეთებს. ხო. და ერთი მეორეს ეხმარება მოძრაობაში და ეს ფაქტიურად გამოვიდა ძრავი. ერთმანეთს ეჯახებიან და ქმნიან მაგ პროცესს, რომელიც გამოყოფს ენერგიას და აგერ ნატურა ანთია. აი ესეთი პრინციპია. კარგით. თქვა გადავიდეთ შემდეგზე. ეს ჩაქრა აი ახლა ჩაქრა მეორე და ჩაქრა ნელა ხო ორივე ჩამქრალია. ნელა დაიწყებს გაჩერებას და ნატურაც ჩაქრა. ხო, მორჩა. ეს ნატურის შემთხვევაში და ეხლა ვნახოთ ეხლა მეორე ვარიანტი შემოგთავაზებთ. მანქანა. ამ ეტაპზე უკვე ავტომობილი. ეგრეთ წოდებული ავტომობილი. ეს მაგარი საინტერესო რაღაცა, მაგარი გასართობია ხო. სხვათა შორის ჩემ ბავშვობაში ესეთი რაღაცა რომ მე ნახა ფიზიკაში ვიქნებოდი ნამდვილად ხუთოსანი. ჩემ ბავშვობაში თარიღო. ხო. ესეთი რაღაცები ეხა მოიგონეს.
აი ეგეთი სხვათა შორის რატომ არ ქონდა რევოლუციამდელ ბავშვს სათამაშო, ხო და სხვათა შორის ჩინელების გაკეთებულია ეს. აი ჩასხმის პროცესი. მაგასაც სპეციალურად ამაში არ ჩავასხით სპირტი, რომ გვენახებინათ თქვენთვის. გვენახებინათ. ხო. ამ რეზერვუარში ეს ისხმოლა სპირტი. ეს ჩვეულებრივად ის. წყალი არ გეგონოთ, მართლა სპირტია უყოს. ხო. წყლის ბოთლი კი არის, მაგრამ სპირტი არის. ხო, აი ესე. აგერ ჩავასხით სპირტი. თავსახური დავახუროთ ამას და გადავდგათ, ეს აღარ გვჭირდება. ეს არის ფითილი, ჩვეულებრივი ბამბის ფითილია, რომელიც ხო თვითონ ამ ეგრეთ წოდებულ სათამაშოს მოყვა. სათამაშო არ არის, უფრო მოდელია, რომელიც მოქმედებს. ხო, რომელიც ფუნქციონალურია. საკოლექციო არ არის, მაგრამ მოდელია ძრავის. ხო. ერთ-ერთი ტიპი არის ძრავის, რომელიცაც შეგიძლია დაინახო რა ხდება. ხო, ეს უკვე გაიჟღინთა სპირტით. ნუ ეს თავსახურია იმისთვის, რომ არ ამოქრეს მერე სპირტი. ხო, ეგარი. ამას სხვა დანიშნულება არაფერი არ აქვს. მაგარი საინტერესო რაღაც. ეხლა დავქოქოთ ეს ავტომობილი. აგერ ცეცხლიანთია. ხო. შეუმთოთ იგივე პროცესი აქვს, არა. არა, ანთია. ანთია, ხო? ანთია კი. გაცხელდეს. ეხლა დაველოდოთ რომ გათბეს. იგივე პრინციპი აქვს ზუსტად რაც მანამდე გაჩვენეთ თქვენ. მოდი ეგეთ რაღაცას ვიტყვი რა. ჩვენ ძრავებზე, აი, დაიძრა მანქანა. დაიძრა მანქანა. და ესე მოძრა. არ გადმოვარდეს. ხო. ჩავაქრე? არა. ცოტა შორიდან დავიწყებ. რომ კარგად ჩანდეს რა. და ესე მოძრავ. მე ხელს დავუხვედრებ აქ რომ არ გადმოვარდეს. ხო. აი ეს პრინციპი აქვს ზუსტად რა. ანუ ის სპირტი და ცეცხლი ატრიალებს ძრავს რა. რა თქმა უნდა ხელის მიხმარება უნდა, მაგრამ ხო, ნუ თავიდან აი დაძვრის პროცესში ხო რომ ამოძრავდეს. უნდა ხელის მიხმარება. ეს ეხლა ივლისამდე სანამ სათვავი არ გათავდა. სხვათა შორის ის არის რა ქვია, ჩინეთიდან არის ჩამოყალიბი. ხო. შეგიძლიათ რომ თქვენს გამოიწეროთ თუ არ ვწდებით აუგოვან არის. ეხლა გაცივდეს თორე twini წაიღო. ნიტრიალებს ხო. ხო. ხელით რო გავაჭეროთ არ შეიძლება? არა. ჯობია თვითონ გაჭერდება. სულ გაჭერდება. გაცივდება, გაჭერდება. რამდენი ხანი ყოფრას. ეხლა გაჭერდება. შო. ეს ისა რა. აი ესეთი პრინციპი აქვს ამ ძრავს. ხო. სხვათა შორის ბავშვებისთვის საკმაოდ საინტერესო გასართობი იქნება. მარტო ბავშვებისთვის არა. ხო, ჩვენც კარგად გავერთეთ. დიდებისთვის. მინდა ვთქვა. ხო, საინტერესო რაღაცა. ხო. მით უმეტეს რომ აი რომ ბავშვმა რო ისწავლოს, ხო? ცოტა ისეთი ის გამომივიდა რა ტექსტი. ბავშვმა რო ისწავლოს. ხო, ანუ სიტყვაზე აი დავუშვათ აი ფიზიკის გაკვეთილი აქვს რაღაცა რა. რაღაცა არა. ხო. აი ესა რა სიტყვაზე. ხო, ნუ ენერგიაზე, ენერგიას გასწავლიდნენ? კი. ხო, ნუ ცოცხალი მაგალითი. ენერგიას მასწავლიდნენ კი არა, ფიზიკაში ყველაფერს მასწავლიდნენ. ხო, მით უმეტეს აგერ ცოცხალი მაგალითი. ანუ რა გამოდის რომ ბავშვი უფრო ადვილად აღიქონს, როცა პრაქტიკულად ხედავს ამ ყველაფერს. უფრო ადვილი ასათვისებელი გამოდის. რა ვიცი, მე მგონი მე მაგალითად ხო აი სკოლებს ურჩევ რომ ესეთი რაღაც ელემენტარული ძვირი არ ღირს. აქვთ. ხო, ანუ რა მე შენ არა შენთანაც არ მინახია. მე მინახი. თქვენთან იყო ესეთი სტილი? არა, ზუსტად ესეთი არა. არა, სტილინგის ძრავი იყო თქვენთან. მე მგონი კი. გაჩვენეს? კი, კი. აგიხსნეს რა ფუნქცია აქვს, როგორი დანიშნულება რა. აი ესე არა, მაგრამ ფიზიკის ანუ ხო და აი მაგას ვიძახი რა, ანუ აი просто საჭიროა. იცი როგორი რაღაცა, ეს ბავშვს საჭვენო და ვეღარ მოწყვიტავ. ხო, ნუ აი თან გაერთობა და თან ტვინში ჩაუჯდება აი პრინციპს რო შეხედავს ის ძრავი როგორ რანაირად ყველაფერი. და წარმოიდგინეთ, ეს ძრავი ეს ხო
პატარა მოდელია ეს ხო და ეს ძრავი ნამდვილ მანქანებშიც გამოიყენებოდა ესა რა ხო ნუ სტირლინგის ძრავი ახლა სიმართლე რო გითხრა არ გამოუყენებიათ ორთქის ძრავი იყო გამოყენებული არ მიმან ხო მოიგონა და შეიძლება გამოყენება ეგეთი ვარიანტი ხო აი მით უმეტეს რომ მატარებლებში მაგალითად ოდითგანვე ორთქმავლები იყო ორთქმავალი იმიტომაც ერქვა ეხლა ელექტროს მოიგონეს ხო და ეხლა იგივე პრინციპი აქვს ამასაც უბრალოდ ორთქლი არ აქვს აერი აქვს ხო თან მით უმეტეს რომ წარმადობა ხო ორთქლის ძრავს ქონდა სულ რაღაც 10% ენერგიისა ამას აქვს 18%-დან 18-დან ხო ეს თან პირველს გეუნები სულ პირველს აი მე-17 საუკუნეში რაც მოიგონა იმას ქონა ხო და მე ხო ყვეწავ თორე დღემდე რომ გამოიყენება დღეს იმდენად ეფექტური გააკეთეს რომ უკვე ის დანახარჯი და ენერგიის გამოყოფა ხო თითქმის 100%-ით გამოიყენება ხო ესეთ ვიდეოებს შემოგთავაზებ ხოლმე შემეცნებით ვარიანტში რა ხო აი კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა USA to Georgia-ს ესეთი საინტერესო აი პირადად მე ხო 55 წლის კაცი წარმოიდგინე ჩამიტირე აი მაგარი კარგი სანახავი არის რა მით უმეტეს რომ უყურები ცილინდრები როგორ მოძრაობს და როგორ ტრიალებს და რაღაც ხო ეს ძრავის თემა იმიტომ ავიღეთ რომ ჩვენთან ახლოს ყოფილიყო ხო რა თქმა უნდა იგივე ჩვენი კონტენტი არის იმიტომ რომ ეს არის ძრავი ეს არის ავტომობილი ანუ ბორბლები უყენია ძრავი უყენია ეს იგი ავტომობილი ფორმა არა ხო თანამედროვე ავტომობილის ფორმა არა ხო ნუ მე იქ შეგიძლია შეფუთო რაღაცა შეთვითონ რაღაცა მოიგონო ასე შემდეგ რა ანუ და ყველაზე მაგარი არის იცი ძვირი არ არის ხო თავარი ეგ არის ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ინტერნეტში შევიდეს და დაასერჩოს დაძებნოს და იყიდოს რა და ისეთი საინტერესო და ჩამთრევი არის ეს თვითონ აი გუშინ ეს კომპიუტერთან ისდა და ერთობოდა მაგარი ხო რა ნუ რომ ტესტავდით რა როგორ მუშაობს სანამ ვიდეოს ხო აი პრინციპი რაც არის ხო აგე რა 1 ცილინდრი 2 ცილინდრი 3 ცილინდრი 4 აი ეგ არის გუშები მოძრაობს აქედან ცხელ ჰაერს ამუშავებს აქედან ცივ ჰაერს ამუშავებს ანუ აქედან გაჩვენებთ რა ეს არის ცხელი ჰაერის გუში ეს ცივი ჰაერის გუში რომელიც რო მოძრაობაში მოყავს აი ეს მექანიზმი უბრალოდ მაგას რო ის რო წავიდეთ ამ მექანიზმს უკვე მოყავს აი ეს მძრავი რომელიც გამოყოფს ელექტროენერგიას და ანთებს ამ ნატურას და იმას კლემებით ქართულად რა ქვია კლემები თუ იცი არა ხო აი კლემები იყოს დაგვიწერეთ თუ ვინმე ვიცით მე პლუს და მინუს დაადებ და ნატურას ანთებს ეგ ძრავი რა კი ბატონო იგივე პრინციპი არის ამაშიც ეს ცილინდრი ამუშავებს ამ ცილინდრს რომელმაც უნდა აამოძრაოს ეს დეტალი მე უკვე აქ ფაქტიურად აი ეს ნაწილი აი ახლოდან გაჩვენე აი ეს შუა ნაწილი აი არის ფაქტიურად გადაცემათა კოლოფი რომელიც რო გადასცემს უკვე ბორბლებს რო იმოძრაოს ეგ პრინციპია იგივე პრინციპია ზუსტად ავტომობილში ძრავიდან ბორბლებზე გადაცემა ხო ოღონდ იქ ხა უკვე სხვა ძრავი აყენება ხო შიდაწვის ძრავსაც იგივე ანალოგიური პრინციპი აქვს რაც ამას და განსხვავება არის ასაკში 300 წელი რა ცოტაა ხო ხო ნუ ესეთი ვიდეოები იქნება ხოლმე კი ბატონო ესეთ ამდაგვარ ვიდეოებს შემოგთავაზებთ ჩვენი კონტენტით რა თქმა უნდა გაგრძელდება ის მანქანების განხილვები რა თქმა უნდა ის მთავარი პროექტები კი ბატონო ყველაფერი იქნება რა ხო იმედია მოგეწონათ ჩვენი დღევანდელი ვიდეო დაგვიწერეთ კომენტარები აუცილებლად ექსპერიმენტმა გამართლა თუ არა დაგაინტერესებთ რამდენად დაგაინტერესათ ჩვენი დღევანდელი და არხით გამოიწერეთ ნუ არხი თავისთავად 10,000-ზე ავედით და კარგია მაგრამ კიდე გამოიწერეთ კი ბატონო და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა USA to Georgia-ს ესეთი თანადგომისთვის ხო
იქიდან იყო შემოთავაზება, რომ ეგეთი რაღაც ხوار გაგვიკეთებინა და ჩვენც აგერ ავყევით რა თქმა უნდა. რომ დავფიქრდი, მეთქი საინტერესო იქნება. თქვენი არ ვიცი, მაგრამ ჩვენ მაგრა დაგვაინტერესა ამან. ხო, აი ნახე, კიდევ ერთხელ ვიტყვი რა. ფიზიკას რომ ეცადინე, ბავშვი ძალიან მარტივი საქმეა, რომ ხედავს თვალით. კი ბატონო. პროცესს. ნუ ეს გათვლილი არის ეს ძრავები უფრო, აი, გაგრას ფიზიკას რომელი კლასიდან სწავლობდი? მე-7. ხო, ნუ მე-7 კლასი რამდენი 12 წელი ხარ? 12. აი, მანამდე ბავშვისთვის მაინც ეხლა ცეცხლი ცოტა არა, ცოტა საშიშია. ხო, 12 წლის ბავშვისთვის უკვე ეხლა იცის რომ ახელი არ დაიწვას. რომ დაეწვება ხელი რა. მაგიტომ უკვე ფიზიკას რომ გაკვეთილი რომ ექნება და რაღაცა, აგერ ცოცხალი პრაქტიკა. ხო რა. შეგიძლიათ უყიდოთ და მექანიზმის მუშაობა, პროცესი თვითონ აჩვენოთ როგორ თან მე აქედან ჩავარდება მომამჟირო მოდელები დიაგრამით. ხო, ნუ ეგ უკვე სხვა თემა არის. არა, ანუ ამას მანქანის ფორმა რო აქვს, მაგიტომ. ხო. ნუ მან კონკრეტულად ესეთების სხვადასხვანაირები ძალიან ბევრნაირი არის. ხო, ერთ-ერთი ვარიანტი არის ესა. ხო, ეს სტილინგი ძრავი ბევრნაირი არის. უბრალოდ ჩვენ ეს ორი ვარიანტი. აი, ეს ავარჩიეთ, იმიტომ რომ მანქანასთან არის და ხო, ბორბლები რო აქვს და ის კიდე საინტერესო იყო შუქს რო ანთებს. ხო. ძრავია იგივე, უბრალოდ ელექტროენერგიას გამოყოფს. ხო, ეგ ამბავი. კარგით, აბა დაგემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე.